ტრამპმა აღიარა ის, რომ ამ ომის უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი და ტრიგერი იყო ზუსტად იმ კოლექტიური დასავლეთის თავისი წინა წლებში მიცემული დაპირებების, მოსკოვის წინაშე დაპირებების იგნორირება და წითელი ხაზების გადაკვეთა, რასაც ნიშნავს, თქვათ, ნატოს აღმოსავლეთისკენ არ გაფართოების პოლიტიკა და ასე შემდეგ, ხომ? ვერ გაიგო უკრაინამ და იმ მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც პირდაპირ Deep State-ი მართავს, რომ მოსკოვისთვის ეს იქნებოდა ზუსტად დიახ, იმ წითელი ხაზების გადაკვეთა, რომელსაც ის არ აპატიებდა არავის და მოსკოვმა როგორც შევიტყვეთ 3 წლის წინ არც აპატია. ამიტომ, როდესაც ამ სამიტზე 2 და 16 მარტის სამიტზე კვლავ გაჟღერდა ის წინადადება, რომ მაგალითად ბრიტანეთი, გერმანია თუ საფრანგეთი, ავსტრალიაც მიუერთდა ამ წინადადებას, მზად არიან თავისი შეიარაღებული ძალები განათავსონ უკრაინაში, როგორც ერთგვარი, თქვათ, რაღაც უსაფრთხოების გარანტი. მანამდე სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი არც ამას არ დაუშვებს. არ დაუშვებს არანაირად კოლექტიური დასავლეთის შეიარაღებული ჯარების კომპონენტის, ასე თქვათ, ყოფნას უკრაინაში და ეს მისთვის იქნება ზუსტად იგივე მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მოყვა 3 წლის წინ, რაც მოყვა. ამიტომ, როდესაც ეს პარალელური სამიტი და ეს პარალელური მშვიდობის მყოფელები კვლავ საუბრობენ იმაზე, რაც მოსკოვისთვის მიუღებელია, მე ვერ ვხედავ ვერანაირად რაღაც პრაქტიკულ ნაბიჯებს ამ კოალიციის მხრიდან, რომ მათ სურთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვიტონ, სურთ უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობის დამყარება და სურთ იმ სლავებს შორის ის გაუგონარი, ასე ვთქვათ, სისხლის ზღვის შეწყვეტა, რომელსაც ჩვენ 3 წელია თვალს ვადევნებთ. მაგრამ რაღაც ხო სურთ? მათ სურთ ომის გაგრძელება. რატომ? აი რას მოუტანს მათ ეს ბოლო უკრაინელამდე, ანუ ბოლო უკრაინელი არის ინსტრუმენტი. მიზანი არის სხვა. მიზანი არის რუსეთის დასუსტება, რუსეთში არსებული რეჟიმის შეცვლა, რუსეთის ფრაგმენტაცია და რუსეთის აი ამ წიაღისეულის უდიდესი, ასე ვთქვათ, საბადოებამდე მისვლა და დაბატონება იმ ყველაფრის, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის დასუსტების და დასავლეთის გაძლიერების. ეს ამოცანა ხომ არ შესრულებულა. დღეს Deep State-ისთვის ხომ ომის გაჩერება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წყალში ჩაეყარა.